პურის ხარჩო. ხარჩო პურისგან. ძალიან გემრიელი. ჩვენ დაგჭირდება ქართული პური, შოთის პური, იყოს გამხმარი, არანაირი პრობლემა არ არის. 4 თავი ხახვი, 4 ნახევარი სუფრის კოვზი ერბო და მწვანილი, კინძი და ოხრახუში. შავი პილპილი, მარილი. და ადუღებული წყალი. შეგვიძლია არგოლებად დავჭერათ, შეგიძლიათ პატარა 4-კუთხედებად დავჭერათ, ხახვი. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ხახვი დავჭერით, ახლა წვრილად დავჭერათ მწვანილი, კინძი და ოხრახუში. აჰა. წვრილად დაჭერილი ხახვი, ჩავყარეთ დაფაში, დაფან კვაბი. ერბო. 4-5 კოვზი. ერბოს არ ქონის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ თანკარაკი, ან თუნდაც ზეთი. მე ერბო მირჩევნია. ხახს ვთუშავთ მანამდე, სანამ არ გახდება გამჭვირვალე. კვაბის დაახლოებით ნახევრამდე აავსოთ ადუღებული წყლით. ერთი ჩაიდანი წავიდა. ეხლა ეგრეთ ცოტა ხანი იხარშოს. ამასობაში მე ავთქვიფე 4 კვერცხი. ანუ რამდენი ხახვი, მაგდენივე კვერცხი. წყალი ცოტა ამოშრა, ამიტომ ცოტა ჩავამატეთ. გემოვნებით მარილი. შავი პილპილი. ჩავყაროთ მწვანილი. 4 ათქვეფილი კვერცხი. და ბოლოს პური. დავტოვოთ ცეცხლზე წუთნახევრით, 2 წუთით. დავაფაროთ ხუფი და გამოვთვით. ხაჭო? სად არის? ხაჭო? ხარჩო. ესეც ეს. ხაჭო მანდი. დავაგემოვნოთ. სასურველია მიირთვათ პურის გარეშე.